ვინც ეზიარება, ის არის ჯარისკაცი საქართველოსი, ქრისტეს მხედარი. დღეს ხო უფრო მეტად არა ფიზიკური, არამედ ზნეობრივი გადაგვარების საფრთხის წინაშე ვდგავართ და აი ზნეობრივად რომ მტკიცედ იდგეს ადამიანი, აი ეს ჯარისკაცი სწორედ ის არის, ვინც ხშირად ეზიარება. იმიტომ რომ ვინც ხშირად ეზიარება, ეს ნიშნავს, რომ მან რაღაცები გადადო გვერდით, რაღაცა საქმე გადადო. ვიღაცამ შეიძლება სუფრა გადადო, ვიღაცამ დრო გამოყო ამისთვის, ვიღაცა უფრო მეტად გაისარჯა, ვიღაცა ცოტა ხანი მშიერიც დარჩა და ასე შემდეგ. ჩვენ თუ გადავხედავთ ჩვენი ქვეყნის თუ ეკლესიის ისტორიას, სწორედ ვინც რაღაცის გადადება შეძლო ქრისტეს გულისთვის, იმათ მოიტანეს ჩვენი რწმენა დღემდე, ჩვენი ზნეობა დღემდე მათ მოიტანეს, ჩვენი სოფხედველობა, ჩვენი